თქვენ უკვე არჩეული წევრი ხართ, სათქმელი არაფერი არ აქვს. უკაცრავად, თქვენ რატო იღებ დაუკითხავთ უსინათ მოგაკავოთ. ეს იყო ფარსი, არჩევნები არ იყო. ერთპიროვნული მართლობა არის და ამაზე მეტყველებს. უნდათ რომ მათი იყვნენ ბოლომდე, ყოველთვის. რა თქვინდოდა მედია, ჩვენ მედია რამეში გვეხმარება? მედიას რატომ არ მიეცით შესაძლებლობა დასწრებოდა ამ პროცესს? მადლობა. ვინ აირჩიეთ, შეგიძლიათ გითხრათ, შეგიძლიათ ვინ აირჩიეთ? მადლობა რომ მოხვედით. რომ დაინტერესდით. უნდობლობას უცხადებენ ნაწილი წევრები კავშირის და რა შეგიძლიათ? რაღაცა პროვოკაციული რაღაც მომენტები ესეთი ვერ დაგახვედრეთ, რომ აგეწყოთ რაღაცა სკანდალური თემები შიშმო პირებზე. ნუ რავი რა. რას გულისხმობთ ხალბატონო პროვოკაციაში კითხვებს გისვამთ და გვაინტერესებს თქვენგან რატომ იყო დახურულ კარს მიღმა ეს პროცესი? ბოდიში რა ნუ დაძდეთ ადამიანს გიღებს და ნებართვა აიღეთ ჯერ. მიმბრძანდებით შეგიძლიათ გითხრათ? აი მე ნებართვა აიღე რა ჯერ. საჯარო სივრცეში ვართ, კერძო საკუთრებაში არა ვართ. აი ეს არაფერი, ირმა საიტყვენ არჩევნები ვერ ხედავთ როგორ გარემოში ჩატარდა? ქალაქ ბათუმში რატო არ ჩაატარეს? ადგილი არ გვაქვს თუ ტერიტორია. აქ მოშორების საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სასარგებლოდ რომ ისარგებლოს ხალხმა და იწვალოსო მოშორებით ჩაატარეს. რომ არ მოვიდეს ხალხმა. ავტობუსიც იყო, რაფიც იყო, როგორი მწვალება, რას ქვია მწვალება? მწვალება არის, რატო არ აბა. მიდი მე არ წარმოებაში? მიცვალია, ხო? იმიტომ ყველა წელიწადს მომიწმინე, ყველა წელიწადს არჩევნები, როცა ყველა 5 წელიწადს ხო ტარდება არჩევნები. ყველა წელიწადს მაშინ რა ქვია, წარმოებაში, რაფიც არის ავტობუსიც არის, მომსახურება გადასვლელი. ქალაქარეთ რატომ ჩატარდა ეს პროცესი, როცა ქალაქში გაქვს ფილიალი? ყველა წელიწადს ფილიალია, დარებს აქა. არა, ბათუმში ტარდებოდა წლების განმავლობაში. პუშკინის ქუჩაზე არ ჩატარდა რომ ჩავშალე? პუშკინის ქუჩაზე ჩატარდა ეს რამდენი და ჩავშალეს მე და ალექსი წერელიძე. რის გამოც ადამიანი აი გარიცხა. ზუსტად იმ ალექსი წერელიძე, იმიტომ გარიცხეთ და მოეკეთ კანონს. გაიცხა, იმიტომ რომ ის გაირიცხა. თავხედი არ არსებობს. უყურე რამდენი სასამართლო პროცესი ხომ უნდა იყოს ხელშემწყობი ადამიანებისთვის, რატომ არ ჩატარდა ქალაქის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ აქ შეუძლებელია გადაადგილება. ეს უკვე მესამე ჯერ ტარდება, ბოლო 3 არჩევნები ტარდება. რატომ? იმიტომ ბოლო 2. ასაკანიც ბოლო არის. 2. რატომ იყო ეს პროცესი დახურულ ფორმატში? მედიას არ მიეცით შესაძლებლობა დასწრებოდა და ენახა რა. არ მივეცით მედიას. დახურული იყო კარი, არ შემოგვიშვა არავინ. ვინ არ შემოგიშვა? ვინ საორგანიზაციო საკითხებს უნდა აგვარებდა? განკავას მეთაური. ვინ? არა, ეგ ნახდა არ ვიცი რა. რატო ჩამოვიდნენ თბილისიდან? გამგეობა რატო ჩამოვიდა? რატო დგას არჩევნების თავში? ეშინიათ რომ უცებ ხალხი ბევრი არ მოვიდეს ოპოზიციიდან და არ წააგონ. აი იმიტომ ჩაატარეს აქ, რო ეკითხებოდი იმ ქალბატონს და პასუხი არ გაგცეთ. იმიტომ ჩაატარეს აქ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ხალხი აქ არ მოვსულიყავით. ბლომად თორე ვინ შევძელით კი მოვედით. ეგ არის რა. და ერთი კანდიდატის დაყენება კიდევ რასე მეტყველებს, თქვენ როგორ ფიქრობთ? ერთპიროვნული მართლობა არის და ამაზე მეტყველებს. უნდათ რომ მათი იყვნენ ბოლომდე, ყოველთვის. ყველანაირი ძალადობით ცდილობენ რომ მათ დარჩნენ, მაგრამ ვერ დარჩებიან. შეგიძლიათ გითხრათ პროცესი რატომ არ იყო გამჭვირვალე? რატომ ჩატარდა არჩევნები დახურულ კარს მიღმა? თქვენ უკვე არჩეული წევრი ხართ, სათქმელი არაფერი არ აქვს. უკაცრავად, აფერი სათქმელი არაა მეტი, მიულოცეთ და დამთავრდა. რატომ ჩატარდა არჩევნები დახურულ კარს მიღმა? დახურვის მიღმა არ იყო. მათ შორის მედიას არ მიეცით საშუალება დასწრებოდა. რა თქვინდოდა მედია, ჩვენ მედია რამეში გვეხმარება? არ გსურდათ რომ პროცესი გამჭვირვალე იყოს, გამჭვირვალე იყო. რომ კითხვები არ გაჩენილიყო. 100 კაცში ყველამ დადებითად მივეცით ხმა. არ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, თქვენ რა პრობლემა გაქვთ? არა, თქვენს წევრებს აქვს პრობლემა, ხო? პრეტენზია გამოქვთ. 101 ინტრიგანი გამეერება, მაგრამ ის მიიღებს მისას. ჩვენ რომ ღირსია წინურია შუაშია, ვინა უწინური, ვინც არის ის დახტება ფილიალში? აფერი ახტება სულ. ორშაბათს სასამართლოა შემოგამო. მე იყო სასამართლო, რა სასამართლო 3 წელია მიდის, ყველა ბრალდებულია, ეს მარაბატერ ბრალდებულია. აფერი არა ბრალდებული. ჩამოვდე, ვიკითხავდე, ჩამოვიდე რა არჩევნები ჩაატარა. ჩამოვდონ.
რა შეგიძლიათ ბატონო გითხრათ ამ არჩევნებზე რომელსაც თქვენ ესწრებოდით? სამ თვეში დამთავრდება ეს არჩევნები. ეს იყო ფარსი, არჩევნები არ იყო. სამ თვეში მოვა ახალი მთავრობა და გადალაგდება ყველა დალაგდება თავის. პროცესი როგორ შეგიძლიათ აღწეროთ შიგნით რამდენად იყოს შესაძლებლობა რომ თავისუფალ გარემოში ჩატარებულიყო ეს? თავისუფლად კი ჩატარდა, მაგრამ ჟურნალისტი გადამღები არ შემოუშვეს, ჟურნალისტი არ შემოუშვეს და იყო მარტო მოსული 65 კაცი მათი მომხრეები.